საქართველოს რუსეთის გარეშე. Sorry, ვეთა. აბა ევროაზიაში რომ გაჩასვლეს ცოტა დებენ სიბნელი. ვთქვათ რომ არც გორი არ არის წითელი და არც საქართველო არ არის წითელი. ეს არის ამ შეკრების მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი. აი გორელი რომ მითხრათ ვინ არის? აი შენ უნდა მოძებნო საბა. შენელი არის ახლა გორელის და არაგორელის გასვლა. აი ხოლმე ეს ბიჭი გორელი არის. ფოტოაპარატი გორელი არის. აი სოციალური გორელი, ლია გორელი არის ახლა. ის ახალგაზრდები გორელები არიან ყველანი. თეონა გორელია. ის ახალგაზრდები ყველა გორელები არიან. აი ესენს გორელები არიან. საბა მეკითხება გორელი ვინ არის? აი გორელი. აი გორელი ჩამოსულები. როგორ ბრძანდები ხო კარგად? კომბინატელები ხარ ხო თქვენ? აი რა თქვენი ყოფნის მიზანი, თქვენი მიზანი აქ ყოფნის. ნაციონალები ვარ ჩვენ და მიყვარს. ანუ მხარდ ნაციონალების მხარდასაჭერად მოხვედით. დიახ. ახლა კი რა ვარ დიდი მოსვლისთანავე ვარ ჩვენ ნაციონალები. ვიშას მოხდა. რამე შეხება ხომ არა აქვს გამარჯვებად ამ აქციას ნაციონალურ მოძრაობასთან და იყო ეგეთი მოსაზრებები. დაანონსებული იყო ბარნოვის მიერ ეს აქცია. კი, ბარნოვის მიერ დაანონსებული რა თქმა უნდა, მაგრამ საკითხი ეხება არა ევრაზიულ კავშირს და ბარნოვი რაშოში. აი საკითხი ეხება სოფლთან თანამშრომლობა დანიშნულია. ალბათ თქვენ გიხარიათ რომ ჩამოვედით და ამას ვაკეთებთ ზუსტად ვიცი. საქართველოს ჩემი საფი, ჩვენი საფი. და რა, ისე. სტალინზე ვისაცაა ქართულობა უნდა თქვათო. სტალინს როცა გაუჭირდა, მისი ყველაზე ღირსეული მოკავშირე იყო ამერიკა და დიდი ბრიტანეთი და ჩვენ გვინდა ნატო, ანუ ამერიკა და ინგლისი, ასე არის ხო? სტალინს ხო ამერიკელები და ინგლისელები დაუჭირდა, გერმანია გაანადგურებდა ხო? რა ისმოთ ხო? სტალინსაც უნდა და ნატო, ხო? ცოტა იუმორიც იქნება. რომელი სკოლიდან? რატო ხარ წესა? აქციაზე ხარ თუ უბრალოდ? აი და ხედავ მოდი. აქციაზე. შენ? აა თუ კამკიერ წინსა. არის ეს აქციაზე. მე ჩავახტე. ქარელის რომელი სკოლიდან? სკოლა სტუდენტი ვარ გორში. აა გორში სწავლობ. სპეციალობა? ტურიზმი. შენ ხო ქარელიდან? რომელი სკოლა? რომელი სკოლიდან ხარ? Friends. გორიდან. გორის უნივერსიტეტი. აქციაზე ხარ თქვენს? საიდან ხართ? სოხუმელი ვარ, თბილისიდან ჩამოვიდა. Friends. პროტესტი იმას რომ გორი არაა წითელი. და თქვენი აზრით წითელია გორი. არა. და თუ არ არის რატო აპროტესტი? არა. კონტრაქცია რა, კონტრაქცია. კონტრაქცია. სახელმწიფო უნდა ავაშენო, ნორმალური სახელმწიფო უნდა ავაშენო. და არა სტალინისტური. სტალინიზმის რეაბილიტაციაზე ლაბორატორია გენაზი. სტალინიზმს თუ აღარდნენ, მაშინ მიზის ლაბორატორია რომ ეს იგი სტალინის მიერ შექმნილ პოლიტიკურ სისტემის იდეალიზაცია მიზეზია. შეიძლება ამის იდეალიზაცია. 63 წლის ქალი პენსიონერი მეცალები სოციალურად დაუჩველი მარტოხელა ქალი ვარავინ არ ამყავს ნახი და პატრონი ყოველ კვირა 200 ლარიანი ჯარიმა მომდის ყოველ კვირა სალარგო აპარატირა თუ არ გიგია 1 კვადრატული ჯიხური მას და 50 ლარის ტავარი არ მაქვს ეხლა იძულებული 100%-იან ვალს ვიღებ სალარგო აპარატი შევიძინო და ვიმუშაო და ეს ჯიხური როდიდან დგას? უკვე დიდი ხანია შურო დაუბერდი უკვე 20 წელი იქნება აქამდე არ დაუჯარიმები ხარ? 8 წელიწადი მიშას ხელში თავისუფალი ვიყავი, არც გადასახადი, არ ჯარიმა, არც სალარო აპარატი ჩემი შარავის არ მოუთხოვია. იანვრიდან დღემდე 6-7 ჯარიმის ისმიდა 200 ლარიანი ქუთლები. რა ადგილზე ამბო, რა ადგილზეა? კომბინატში, კომბინატის დასახლებაში.
დაანებეთ გურამი ორგანიზატორს მისდევს გვერდი. არ უსწრებს ვარ. გოს გაუმარ! ჯოს! გაუმარ! ჯოს! გაუმარ! ჯოს! ინა რა ვქნათ? აი ეს უფრო შეგაღლებული. აი აქ. აი აქ. მოგესალმებით. პირველ რიგში. პირველ რიგში ხო, როგორც ზოგადად ყველა მსგავს აქციას ვიწყებ ხოლმე. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი დღეს აქ დგომა უკვე ნიშნავს გამარჯვებას და მინდა ეს გამარჯვება მოგილოცოთ, ბატონებო. ვიტყვი, რომ 9 მაისს ჩვენ დავმარცხდით გარკვეულწილად, მაგრამ სამომავლოდ ჩვენ მოვიგეთ. ყველაზე მეტად რაც მტკივა, ეს არის 27 ერთმანეთად გაყიდული საქართველო. წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით. შემოდიოდა სიკვდილი, ცელი, თოვლი და თბილის ზეგურა თალხი. დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.